ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი თებერვალში აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწევა. ინფორმაციას დონალდ ტრამპი ავრცელებს. ის მადლობას უხდის ალიევსა და ფაშინიანს გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შენარჩუნებისთვის და აცხადებს, რომ ორივე ქვეყანასთან სტრატეგიულ პარტნიორობას გააგრძელებს. არც ვენსის დაგეგმილ ვიზიტში და არც ტრამპის განცხადებებში კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით საქართველოზე საუბარი არ არის. 2024 წლის ოქტომბრიდან ქართულმა ოცნებამ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადამიანის უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში ჩააგდო, აცხადებს ჰელსინკის კომისია. რეპრესიები ჟურნალისტების, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, პროტესტის შემზღუდავი კანონები და მაღალი ჯარიმები. კომისიის ცნობით ამ თემებზე 28 იანვარს საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებენ. მოლაპარაკებების შინაარსთან დაკავშირებით დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია, აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი აბუ-დაბიში გამართული სამმხრივი შეხვედრის შემდეგ. უკრაინის პოზიციები მკაფიოა, დიალოგის ჩარჩოები ჩვენი დელეგაციისთვის თავად განსაზღვრე, ამბობს ზელენსკი. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ამერიკის, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების სამმხრივი შეხვედრის პირველი ეტაპი გვიან ღამით დასრულდა. მოლაპარაკებები დღესაც გაგრძელდება. კიევზე ღამის საჰაერო თავდასხმებს მსხვერპლი მოყვა, არიან დაშავებულებიც. აფეთქებები უკრაინის დედაქალაქის 5 რაიონში დაფიქსირდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი შუქის, გათბობისა და წყლის გარეშეა. 20-მდე ადამიანი დაშავდა ხარკოვის დაბომბვისას. რუსების სამიზნე ტრადიციულად საავადმყოფოების სამშობიაროები და საცხოვრებელი კორპუსები იყო.